გამარჯობა ხალხო, გისურვებთ ნაყოფიერ ზაფხულს და უზრუნველ ცხოვრებას თქვენს სამშობლოში. ვიწყებთ ამინძზე საუბარს, რადგან უჩვეულოდ გაგრძელდა წვიმები და ჩეკა ქუხილი ატმოსფერული მოვლენა, რომლის დროსაც სქელი გროვა წვიმის ღრუბლებში და დედამიწის ზედაპირს შორის წარმოიქმნება ძლიერი ელექტრული განმუხტვა, ელვა, რომელსაც თან ახლავს ქუხილი. ამ დროს ჩვეულებრივ მოდის თავს ხმა, ზოგჯერ სეტყვა ძლიერდება ქარი. განვითარების მიხედვით განარჩევენ შიგამასურსა და ფრონტულ ჩეკა ქუხილებს. ჩეკა ქუხილი დედამიწის სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა სიხშირით მეორდება. არქტიკაში რამდენიმე წელიწადში ერთხელ შეინიშნება, ზომიერ სარტყელში, ყოველ ცალკეულ პუნქტში წელიწადში ასეთია რამდენიმე ათეული დღე. ჩეკა ქუხილის მსოფლიო ცენტრებში ინდონეზია, ცენტრალური ამერიკა და სხვა, ასეთ დღეთა რიცხვი წელიწადში 200-ზე მეტია. ჩეკა ქუხილიან დღეთა სიხშირით საქართველოში პირველ ადგილზეა საქართველოს სამხრეთი მთიანეთი, წელიწადში საშუალოდ 50-56 დღე, მაქსიმალური 82 დღე. ჩეკა ქუხილი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ადამიანზე. ჩეკა ქუხილი უზარმაზარი ენერგიის მქონე გიგანტური ნაპერწკალია. მას შეუძლია დააზიანოს ელექტროსადენები, გამოიწვიოს ხანძარი, დაარღვიოს კავშირგაბმულობა, გაანადგუროს ცოცხალი არსებები. დედამიწაზე ყოველწლიურად 100 მილიარდამდე ჩეკა ქუხილი და ელვა ვითარდება, რასაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ჩეკა ქუხილის დროს არ შეიძლება გაშლილ, ღია ადგილზე დგომა ან ცალკე მდგომი ხის თავშესაფრად გამოყენება. ელვა გიგანტური ელექტრული განმუხტვა ატმოსფეროში, რომელსაც თან სდევს ქუხილი. ელვას წინ უსწრებს ღრუბლის დაელექტროებას, სხვადასხვა ნიშნით დამუხტული ნაწილაკების განცალკევება და მნიშვნელოვანი მოცულობის მუხტების წარმოქმნა. უარყოფითი მუხტი უპირატესად ღრუბლის ფუძის არეში გროვდება, დადებითი კი ზემოთ, დედამიწის ზედაპირი ინდუქციით დადებითად იმუხტება. განარჩევენ წრფივ, ბრტყელსა და ბურთისებრ ელვას. ყველაზე უკეთ შესწავლილია წრფივი ელვა, განსაკუთრებით ღრუბელსა და დედამიწას შორის. ზონაში, სადაც ელექტრული ველის დაძაბულობა მიაღწევს კრიზისულ მნიშვნელობას, ჰაერის თავისუფალი ელექტრონები დიდი სიჩქარით მიისწრაფვის დედამიწისაკენ და ჰაერის ატომებთან შეჯახებით იწვევს დარტყმით იონიზაციას. ეს პროცესი ზვავისებურად ვრცელდება და წარმოიქმნება ელვის ლიდერი, რომელიც წარმოადგენს თერმოიონიზებულ მაღალგამტარობის მქონე არხს. ლიდერის თავი დიდი სიჩქარით 5.107 მწ ვრცელდება დედამიწამდე და გაკვალულ არხში პირველ ლიდერს მიჰყვება მეორე და ხდება მეორე განმუხტვა. განმუხტვის რიცხვი შეიძლება 50-ს მიაღწიოს, უფრო ხშირად კი 2-3 დროის ინტერვალი 0-1 წამს არ აღემატება. პირველი ლიდერი უფრო ძლიერია და განშტოებული. ბურთისებრი ელვა ძალზე იშვიათია, ნელა გადაადგილდება და დედამიწასთან შეხებისას ხშირად ფეთქდება. მისი ბუნება ნაკლებადაა გამოკვლეული. ბრტყელი ელვა წარმოადგენს განმუხტვას, რომელიც მოიცავს ღრუბლის მნიშვნელოვან ნაწილს. ელვის დარტყმამ მეხის დაცემა, შეიძლება გამოიწვიოს ნგრევა, ლითონის გადნობა, ხანძარი, ადამიანის მსხვერპლი. ელვისგან დაცვა შესაძლებელია მეხსარიდით. ქარიშხალი ძალიან ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე მიწის ზედაპირთან 20 მწ აღემატება და ზღვაზე დიდ ღელვას იწვევს, ხმელეთზე კი ნაგებობათა დაზიანებასთან ნგრევას. ქარიშხალი ამოვარდება ტროპიკულ და ტროპიკებს გარეთ ციკლონების გავლისას, ზმერჩისა და ტორნადოს დროს. მეტეოროლოგიურ ლიტერატურაში ქარიშხალს შეესაბამება შტორმი, 9 ბალი ბოფორტის სკალით, ძლიერი შტორმი, 10 ბალი და სასტიკი შტორმი 11 ბალი. 12 ბალიან ქარიშხალს გრიგალი ეწოდება. თბილისის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი და ძლიერი ჩეკა ქუხილი, რასაც კატასტროფული წყალდიდობა და მსხვერპლი მოჰყვა, 2015 წლის 13-14 ივნისის ღამეს მოხდა. ასევე 1961 წლის 4 ივლისს და 1972 წლის 8 ივნისს მოხდა. თბილისში ძლიერი ელჩეკი, როგორც წესი, წყნეთი ბეთანიის მთებიდან წამოსულ კოკისპირულ წვიმებსა და ღვარცოფებს უკავშირდება. ქალაქის ისტორიაში ყველაზე ცნობილი და მძიმე შემთხვევებია 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედია. უძლიერეს ჩეკა ქუხილსთან დაერთო კოკისპირული წვიმა, რამაც მდინარე ვერეს ხეობაში მეწყრული პროცესები გამოიწვია. სტიქიამ მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, დატბორა სვანიძის ქუჩა და გმირთა მოედანი. ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მარადიული სასუფეველი მათ წმინდა სულებს. ასევე 1972 წლის 8 ივნისის წყალდიდობა. ქალაქს თავს დაატყდა უპრეცედენტო სიმძლავრის ჩეკა ქუხილი და სეტყვა. სულ რაღაც რამდენიმე საათში მოვიდა თვის ნალექის ორმაგი ნორმა. მდინარე ვერე კალაპოტიდან გადმოვიდა და ჩარეცხა სახლები. ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის თბილისის ზოოპარკის თანამშრომლები.
1961 წლის 4 ივლისის სტიქია. შუადღისას თბილისში დაიწყო ძლიერი ელჩექი, რომელმაც მთელი ქალაქი დააბნელა. კოკის პირველმა წვიმამ მთებიდან ნიაღვარი წამოიღო. დაიტბორა სანაპიროები, მარჯანიშვილისა და ვაკის მიმდებარე ტერიტორიები. სტიქიას მსხვერპლი და დიდი მატერიალური ზარალი მოჰყვა. უახლესი პერიოდის ძლიერი შემთხვევები. 2024 წლის 30 მაისი, ძლიერმა ჭექა ქუხილმა და სეტყვამ დაატბორა რუსთაველის გამზირი და მეტროსადგურები. 2022 წლის ივნისი, რამდენიმე დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა უჩვეულოდ ხანგრძლივი და ინტენსიური ელვა, რამაც სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ყველაზე მაღალი რისკის ზონები თბილისში. თბილისის რელიეფი ქვაბულშია მოქცეული, რის გამოც გარშემო მდებარე მთებიდან წამოსული წყალი პირდაპირ ქალაქის ცენტრისკენ მოედინება. ძირითადი საფრთხის ზონებია ვერეს ხეობა და სვანიძის ქუჩა, წყნეთიდან და ბეთანიიდან წამოსული ნიაღვარი კვლავ რჩება ყველაზე კრიტიკულ წერტილად. გმირთა მოედანი და სანაპიროები, ხეობებიდან ჩამოსული წყალი აქ იღრის თავს, რაც მოძრაობის სრულ პარალიზებას იწვევს. ორთაჭალა და გულუას ქუჩა, 2012 წელს აქ ტრაგიკული წყალდიდობა მოხდა, რადგან მთიდან წამოსულმა ღვარცოფმა კოლექტორები გაჭედა. კლდანი და მუხიანი, ხელოვნური კალაპოტებისა და სანიაღვრეების გაუმართავობის გამო, ძლიერი წვიმისას ქუჩები სწრაფად იტბორება. ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი, მიწისქვეშა კოლექტორების გადატვირთვის გამო, წყალი ხშირად ზედაპირზე ამოდის. როგორ მუშაობს თბილისის სანიაღვრე სისტემა? ქალაქის სანიაღვრე სისტემა დიდწილად საბჭოთა პერიოდშია დაპროექტებული და თანამედროვე გამოწვევებს ვერ აკმაყოფილებს. მილების არასაკმარისი გამტარობა, ძველი მილები გათვლილი იყო ბევრად ნაკლებ ნალექზე, ვიდრე დღეს კლიმატური ცვლილებების გამო მოდის. ქაოტური განაშენიანება, მიწის ზედაპირი ასფალტითა და ბეტონით დაიფარა, რის გამოც ნიადაგი წყალს ვეღარ ისრუტავს და მთელი ნაკადი ქუჩებში მიედინება. ბუნებრივი ხევების ამოვსება, ბევრი ბუნებრივი კალაპოტი, სადაც წყალი თავისით უნდა ჩასულიყო, წლების განმავლობაში ნაგვით შეივსო ან მათზე შენობები აშენდა. კოლექტორების გაჭედვა, ძლიერი ქარის დროს წამოსული ტოტები, ფოთლები და საყოფაცხოვრებო ნაგავი წამებში ჭედავს მიმღებ ცხაურებს. რა კეთდება უსაფრთხოებისთვის? 2015 წლის ტრაგედიის შემდეგ ვერეს ხეობაში დამონტაჟდა ადრეული შეტყობინების სპეციალური სისტემა, რომელიც წყლის დონის კრიტიკულ მატებას ავტომატურად აფიქსირებს. ასევე პერიოდულად იწმინდება მიწისქვეშა გვირაბები, თუმცა სრული მოდერნიზაციისთვის ქალაქის მასშტაბით მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული შეცვლაა საჭირო. მადლობა ძვირფასო მსმენელებო და მაყურებლებო ამ ვიდეოს შესწავლისთვის. ერთად მოუვაროთ გარემოს და გადავარჩინოთ ეკოლოგია, გავუფრთხილდეთ ჩვენს სანიაღვრე ჭებს, რათა გზებზე ნიაღვრები არ გაჩნდეს.